მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ამჯერად ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე, მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვარ. მაშასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ახალი პატრიარქის ეპოქა იწყება, როგორც იცით, დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. მან პირველი ქადაგებისას თქვა, შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე, თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივით, სიდიადეც და სიმძიმეთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბინჭვიტისა ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა შიომ მესამემ განაცხადა პირველი ქადაგებისას პატრიარქის რანგში, როგორც გითხარით, როგორც კათოლიკოს პატრიარქმა აღნიშნა, ახლა განსაკუთრებით ბრძნობს რაოდენიმე ეკლენი და რთული იყო კათოლიკოს პატრიარქ ეორე ილია მეორის მწყებსთავრობის გზა. მან ასევე მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და მთლიანად სამღვდელო დასს გამოვლენილი ნდობისა და სიყვარულისთვის. ჩვენ ბუნებრივია გადაცემას ამ თემით დავიწყებთ და ჩვენი პირველი სტუმარი იქნება მეუფე დოსითეოზი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი. მივესალმები მას. გამარჯობა, მეუფეო. მოგესალმებით, მერაბ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა რომ შეაფასოთ ეს ისტორიული მოვლენა, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ემოციები რო გაგვიზიაროთ. მერაბ, ეს მართლაც არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ჩვენ არასდროს გქონია შესაძლებლობა ან რაღაც მსგავსი მოვლენის შემსწრენი არა ვართ. გამოირჩიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მისი უწმინდესობის ილია მეორეს შემდეგ ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. რადგან მისმა უწმინდესობამ თქვენ ნახეთ რამხელა სიყვარული დატოვა ხალხის. და ეს სიყვარული პასუხგაუცემელი შეუძლებელია დარჩეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რაღაც გამოავლინა საოცარი ინსტიტუციური სიმწიფე, შეიძლება ასე ვთქვათ. საოცარი ინსტიტუციური პასუხისმგებლობა. ყველა მღვდელმთავარი მოწოდებული იყო იმისათვის, რომ რაც შეიძლებოდა შვიდ გარემოში ჩატარებულიყო გაფართოებული დიდი კრება. მისი უწმინდესობა მოგეხსენებათ თქვენ უკვე თითქმის რაღაც წლებია, რომ ის უკვე მოსაყდრის თანამდებობას იკავებდა. მას კარგად იცნობდნენ. მას პირველ ტურში უკვე ჰქონდა საკმარისი ხმები იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ მეორე ტურში ეს ხმები კიდევ უფრო გაიზარდა, 2 ხმით გაიზარდა, 22 ხმა მიიღო. და ჩვენ ავირჩიეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ძალიან ემოციური იყო მომენტი, ჯერ ის რომ სამების საკათედრო ტაძარი, ეს დიდებული ტაძარი და მისი უწმინდესობის რაღაც გვირგვინი ერთგვარი ხატი, ქართველი ერისა, როგორც ის უწოდებდა ხოლმე. სამების საკათედრო ტაძარში რაღაც დიდი შეკრება იყო, ასეთი არასდროს ყოფილა. და ამის მერე ყველაფერი ჩატარდა ისე როგორც ეს წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა, დავუშვათ ეს იყო 3 აპრილის წმინდა სინოდის კრება, სადაც პროტოკოლი დამტკიცდა. თქვენ იცით, რომ დებულების ძირითადი პრინციპები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებამ აქვს მხედველობაში. ძირითადი პრინციპები მოტანილია, მაგრამ ჩაშლილი არ არის პროტოკოლურად და ყველაფერზე თავიდან დასჭირდა ეკლესიას, რომ ეფიქრა. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, არჩევნების დღე და დღეს კიდევ ესე იგი ინტრონიზაციის დღე. საოცარი სანახავადაც საოცარია, როდესაც უყურებ ამ მოვლენას და შინაარსობრივადაც არის ძალიან დატვირთული. თითქოს საქართველოს პიროვნება, რომელიც გამორჩეული იქნა,
ეხება ისტორიას, ეხება იმ ძველი პატრიარქების იმ რეგალიებს, იმ წმინდა ნივთებს, რომელიც შემორჩა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. და დღეს ძალიან საზეიმო განწყობა იყო სვეტიცხოველში. რაღაც სვეტიცხოვლის გუმბათი მართლა იყო ზეცაში, ასე შეიძლება ითქვას. დიდი განწყობა, იცით რა არის მთავარი? როცა ჩვენ ვნახეთ მისი უწმინდესობის ასე ვთქვათ გარდაცვალებას რამხელა სიყვარული მოყვა მორწმუნე ერისა, აი ეს გაგრძელება რაღაცნაირად თითქოს გაგრძელდა ეს მომენტი სვეტიცხოვლის ტაძარში. და სვეტიცხოვლის ტაძარში ძალიან ამაღლებული განწყობა იყო, პირველი წირვა იყო მისი უწმინდესობის. რაღაც ძალიან დიდი სიყვარული ეფერებოდა ყველას და თქვენ ახსენეთ კიდეც რომ მან ეს პასუხისმგებლობა აიღო და აიღო ღვთის იმედით და აიღო სასოებით ღვთისა და ბუნებრივია რომ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ასე გაგრძელდება და ამის იმედი თვითონ სინოდიც არის. მის ირგვლივ გაერთიანდნენ ყოველდღე მთავრები. რაღაცნაირად ყველა თითქოს ელოდა რომ შესაძლოა ხომ არ იქნებოდა რაღაც მოლოდინები და ასე შემდგომ. ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ძალიან ორგანიზებულად. კი, ამაზე მინდოდა სწორედ მეკითხა, თქვენ საუბრობთ რომ გაერთიანდა ყველა. მიხვდეთ იმისა რომ ხმები გაიყო არჩევნებზე, ხო? ეხლა 16 ხმა იყო წინააღმდეგ ერთი ბიულეტენი გაფუჭდა და საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა რომ ასე გადაწყდა, მერე მაინც ერთიანობა ჩანდა სწორედ ხო ამ ინტრონიზაციაზე. ანუ ამ არჩევნებმა რაღაც დაპირისპირება არ დატოვა სინოდში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია. დიახ, გისმენთ. გაიჭედა მე მგონი კადრი. ხო, კი ბატონო, ხო. მოდი თავიდან დაურეკავთ მე უფეს და შემდეგ გავაგრძელებთ მასთან საუბარს. მე შეგახსენებთ რომ დღეს იყო ინტრონიზაცია ახალ არჩეული პატრიარქის საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი. მე უფე შიო გახდა პატრიარქი შიო მესამე და მან თავის გამოსვლის დროს თქვა ასეთი რამ, ასევე განსაკუთრებულ მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ჩვენ საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისთვის, ასევე მინდა მადლობა უთხრათ ჩვენ საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დას, როგორც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იტყო და ლოცვებისთვის, თანადგომისთვის და სიყვარულისთვისო. აღდგა კავშირი მეუფე დოსითეოსთან. დიახ, მე კითხვა დაგისვით და გისმენთ. დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ ძალიან ნორმალური პროცესია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავისი ფავორიტი ყავდეს. ან კიდევ იყოს განსხვავებული ხედვები წმინდა სინოდში, მაგრამ ეს ხედვები აბსოლუტურად არ არის დაუშვათ რაიმე უხერხულობასთან დაკავშირებული არ იყო. მე ასე ვთქვათ ვერ ვიტყვი რომ ძირითადად წმინდა სინოდის წევრები რაღაცნაირად ურთიერთგაგების და ურთიერთპატივისცემის გარემოში იყვნენ. 22 ხმა 16 ხმასთან ეს ძალიან საინტერესო მოვლენა ისეც, იმიტომ რომ ეს ეკლესიის ძლიერების მაჩვენებელია. ეს ეკლესიისთვის საინტერესო მოვლენა და ამიტომ ჩემთვის მაინც და მაინც ვერ ვიტყვი რომ რამე ამ დაუშვათ ამ ხრივ რაღაც დააკლდა იმ გარემოს ან არჩევნების დღეს ან რამეს პირიქით მისმა უწმინდესობამ კიდევ დაიმატა 2 ხმა და სხვათა შორის 16 ხმამდე გაიზარდა დაუშვათ სხვა კანდიდატების ერთობლივი ასე ვთქვათ ხმები და ეს ძალიან ნორმალური მოვლენაა ეს ეკლესიაში. პირიქით, ასე თუ არ არის, ეს საწყოხარი უნდა იყოს.
ასე აი როდესაც ესეთი რაღაც თუნდაც ხმათა შეფარდების საკითხი ან კიდევ და სინოდი რჩება ერთგული უწმინდესის ხაზისა ეკლესიაში თვით მისი უწმინდესობა ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა ჩვენ ახლა წინსწრობით რთულია ადამიანმა როგორ გავუმკლავდები შეიძლება რომელიმე ამა თუ იმ გამოწვევას წინსწრობით ამაზე საუბარი ალბათ რთულია მაგრამ როცა სინოდში ერთიანობა ყველა გამოწვევა შეიძლება გაუმკლავდეს ასე ვთქვათ ეკლესია ეს კარგი მოვლენაა კი ბატონო, ხო, ერთიანობა ახსენეთ, თუმცა დღეს როგორც ვიცი მეუფეზენონი არ ესწრებოდა ამ ინტრონიზაციას, მას ჰქონდა განსხვავებული და მკაცრი პოზიცია. კაცრი პოზიცია. ხო, კაცრი პოზიცია ჰქონდა, ხო ამბობდა რომ საშიში იქნება მეუფეშიოს პატრიარქობა. ეს ხო არ შემოიტანს რაიმე ასე ვთქვათ ხინჯს ამ ერთიანობაში, როგორ გონია? არ მგონია, მეუფეზენონი ხმის მიცემის პროცესში იქ იყო. ცოტა რთულია ისაუბრო სხვა მღვდელმთავრის ასე ვთქვათ პირად შეხედულებებზე და არც მაინც კორექტულია რაღაც შესაძლოა მეუფეზენონს რაიმე გულისწყეთა ჰქონდა და იყო რაღაც შეიძლება გამოსვლა მისი ცოტა უფრო ესეთი განსხვავებული მაგრამ აქ ჩვენ სიმართლე რო გითხრა ძალიან გამიჭირდება რომ ვთქვა იმიტომ რომ რთულია დღეს ვინმე თქვას რომ აი როგორ იქნება მომავალი დაუშვათ ის ურთიერთობები რაღაც მეუფეზონოს რაღაც ეს რუსეთის ჩვენ ყველას რაღაცნაირად გვაქვს რუსეთთან სენსიტიური დამოკიდებულება მოგეხსენება თქვენ იმის მერე რაც ესე იგი ჩვენი ტერიტორიები მიიტაცეს მაგრამ იმედი მაქვს სწორედ ეს არის სინოდის ერთიანობის საკითხი სწორედ ეს არის გარანტია იმისა და თვითონ მისი უწმინდესობაც ახლა იცით რა არის ძალიან რთულია რა ვთქვათ რომ მისი უწმინდესობისთვის მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ასე ეს უხერხული ასე ვთქვათ თემა ჩემთვის ხო, მეუფეზენოის ხო თავარი პრეტენზია სწორედ ამას უკავშირდებოდა ის ამბობდა რომ ის არის რუსეთის საპატრიარქოსგან მხარდაჭერილი კანდიდატი. მან ასეთი განცხადება გააკეთა, რომ გასაგებია ჩვენ ვერ ვიტყვით რაღაცა ფარულ ურთიერთობებზე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღიად უჭერს მხარს რუსეთის საპატრიარქო და ამიტომ არის ჩემთვის მიუღებელი. ბევრს ჰქონდა ეს შიშები და თავიდანვე ეს ბრალდებები ისმოდა, ხო, რაღაც რუსეთი იქ ალფეების ვიზიტს იხსენებდნენ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობები და რამდენად შეიძლება იყოს რაღაც ეს შიშები გამართლდეს ასე თუ საერთოდ ეკლესია არ აქვს უფლება მერაბ რომ რაღაც ურთიერთობებში საგარეო ურთიერთობებში დაუშვათ ისეთ ურთიერთობებში შევიდეს რომ დაზარალდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამას ვერ წარმოვიდგენ ამას ვერაფრით ვერ ვიშვებ რომ ასე უნდა იყოს ის რომ შესაძლოა იგივე დავუშვათ ამ ჩtildeოთ მეზობლებიდან რაღაც ვინმეს უფრო მეტი შეიძლება კონდეს აი ერთგვარი ის ტექსტები რომელიც გამოქვეყნდა ხო ინტერესი კონდეს ეს ინტერესიც არ არის გამორიცხული ინტერესი ალბათ არის, მაგრამ ინტერესი მხოლოდ იქ არ არის. ადგილზედაც შეიძლება ბევრია საზოგადოებრივი ინტერესი. აქ უბრალოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი არის ერთი ორგანიზმი, მთლიანი. და თქვენ იცით კანდიდატებმა როგორ მიულოცეს ერთმანეთს და მერმედ კრების დროს რამხელა პატივი იყო გამოვლენილი ერთმანეთის მიმართ და ინტრონიზაციის დროსაც. ეს მე ასე მესმის ეს საკითხი როგორც ხედა და რასაც ხედა. კი ბატონო
თქვენ მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ პირადად როგორ უნდა რას ელოდებით ამ პატრიარქობისგან მეუფეშიოსი რამე უნდა შეიცვალოს ეკლესიაში ანუ რამე უნდა იყოს სიახლე თუ ყველაფერი ისე უნდა გაგრძელდეს როგორც აქამდე იყო თქვენი შეხედულება როგორია მე რა გამოწვევები სხვადასხვა დღევანდელი გამოწვევები განსხვავდება მისი უწმინდესობის დიდი ეპოქის გამოწვევებისაგან. ეს ხო რაღაც 2 წელიწადზე 10 წელიწადზედაც არ ვსაუბრობ, 9 საუკუნეზე თითქმის. და ეკლესიას იმ დროისთვის თავისი გამოწვევები ჰქონდა. მისმა უწმინდესობამ ძალიან დიდი დიპლომატიურობით რაღაც დაუმკლავდა ამ გამოწვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ვინმეს მოსწონდა ან არ მოსწონდა გარკვეული რაღაც ასე ვთქვათ გარკვეული შეიძლება ითქვას ეს დიპლომატიური მიდგომა მაგრამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აქვს სრულიად განსხვავებული სხვა პასუხისგებლობა განსხვავებით ნებისმიერი მღვდელმთავრისაგან ან კიდევ ეკლესიის რომელიმე წევრისგან ან კიდევ ჩვეულებრივი მოქალაქისაგან ეს ძალიან დიდი განსხვავებული პასუხისგებლობა ამიტომ მის ყველა სიტყვას, ყველა ნაბიჯს ძალიან ასე ვთქვათ, ეს ნაბიჯი ძალიან დაწონილი უნდა იყოს. და მე მგონია, რომ ეს ასეც გაგრძელდება. ვიღაცისთვის შესაძლოა რაღაც მიმართულებაში რაღაც მოლოდინები არსებობდეს მეტი, მაგრამ თუ დროს არ მივეცით შესაძლებლობა, თუ არ მივეცით შესაძლებლობა, რომ აი გვიჩვენოს ეს ყველაფერი დრო შეუძლებელია წინასწარი ასე ვთქვათ რაღაც ჩვენი სუბიექტური ხედვებით რა მოხდება ხა ექსპერტის როლს ვერ ვიკისრებ აქ ამ გადაცემაში უბრალოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეკლესია არის ერთიანი ძლიერი და ეს რაღაცნაირად ყველაზე უფრო საჭირო საქმეა, იმიტომ რომ არ დავსახსულ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვის მედიაც რაღაც ზოგჯერ იყო ხოლმე რთული მომენტები, პოლიტიზირების ასე ვთქვათ კონტექსტები ედებოდა ხოლმე რაღაც საკითხებს. ვერაფერს ვიზავთ. ჩვენ უნდა ეკლესიისთვის ყველა მისი შვილია. ვინც შეიძლება ფიქრობს ისე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ამ განსხვავებული ფიქრებია. ეკლესიისთვის ყველა შვილია. ამაზეც მინდა კითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ეკლესია ერთიანია, მაგრამ ერში ერთიანობა ნამდვილად არ არის. ხო, იცით რომ პოლარიზაცია არის ძალიან ღრმა დაპირისპირება და ბევრს მაგალითად ერში ქონდა ეს გულისხმეტა რომ მეუფეშიოს ხელისუფლება ძალიან ღიად უჭერდა მხარს მათი პროპაგანდისტული მანქანა და ბევრს ასეთი კითხვა გაუჩნდა ის იქნება მთელი საქართველოს პატრიარქი თუ იქნება რაღაც მხოლოდ ხელისუფლების მომხრეების პატრიარქი და იყოს საუბარი რაღაც შერიგებას და ასე აქ როგორ ხედავთ მის როლს? მე ვფიქრობ, რომ მის უწმინდესობას ასეთი მაღალი ხედვა აქვს ამ საკითხზე და შეუძლებელია ის ვინმეს პატრიარქი იყოს. ის არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და ის ამ პოზიციიდან ალბათ შევა ურთიერთობებში ყველასთან და ვერ გავიზიარებ ამ აზრს რომ რაღაცნაირად იცით არის მოვლენა მომენტი ისეთი როდესაც აი მოსაყდრეობის პირობებში მისი უწმინდესობისთვის ახლა არ იყო შესაძლებელი რომ ის ასრულებდა უწმინდესსა უნეტარესის ლოცვა-კურთხევას და ძნელი იყო ინიციატივები და ასე შემდგომ ამიტომ რაღაცნაირად ბევრი თვლიდა რომ რაღაც ინიციატივები მას უნდა გამოეჩინა და ეს ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ როდესაც სახეზე იყო ცოცხალი ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ძალიან რთულია რაიმე ინიციატივა გამოიჩინო პირადად და რაიმე ნაბიჯები გადადგა. ამიტომ აქ ეს თანმიმდევრული მიდგომაც რაც გამოიჩინა მან ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ ცოტა ზედმეტად ან რაღაც სხვაგვარად არა ეს ის იყო თანმიმდევრული ამ თანამდებობაზე და თქვენ იცით რომ როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა პირველმა სინოდმა მას დაუჭირა მხარი და ის ასე ვთქვათ მისი მოსაყდრის ასე ვთქვათ ინსტიტუტი აღიარა და ამით ეკლესიამ დაადასტურა თანადგომა მის მიმართ. გასაგებია გამოჩნდა.
ბოლო კითხვას დაგისვამთ, ნუ შერიგება და ასე შემდეგ შეიძლება ალბათ პირველი ნაბიჯი იყოს ეს პატიმრების შეწყალება. ამაზეც ბევრი ითქვა, დღეს ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა ჩვენ დღესაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასეთი პასუხი, რომ შეწყალებას წინ უძღოდეს აუცილებლად მონანიება, აღიარება, სინანული, თუმცა ნუ პატიმრები ამბობენ, რომ ჩვენ არ ჩადენილ დანაშაულს ვერ ვაღიარებთ. ჩადენული რო კონდეს კი ბატონო მოვინანიებთ. მოკლედ ეს ასეთი რაღაც წინააღმდეგობა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას? მაინც უნდა მიმართოს თუ არა პატრიარქმა ამ შუამდგომლობით? იცით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს სურვილი ჰქონდა, რომ კვლავ მიემართა ხელისუფლებისთვის. ვერ გეტყვით, ხელისუფლება ეხლა ამ პოლიტიკურ დავუშვათ ხედვებში შეიძლება მან თქვას ის, რასაც ამბობს. თუმცა საუბარი და ურთიერთობა მე მგონია, რომ ძალიან ასე ვთქვათ, მხარე თუ შეიძლება ასე თქვას ან სახელისუფლებო მხარე ან საეკლესიო მხარე ამ საკითხში შესაძლოა რომ შორს არ იყვნენ დაცილებული, იმიტომ რომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ ამ ამბავზე, შესაძლებელია რომ ჩვენ გქონდეს ერთის მხრივ სურვილი არსებობდეს იმისა. ესეც პოლიტიკური ის არის, ერთი პოლიტიკური რაღაც სვლა, როდესაც შენ თხოვ, რომ აი მე დამნაშავე ვარ, აღიარე რომ ხარ დამნაშავე და ამის მერე შეგიწყალებ. ეს ახლა ეკლესიურ გაგებასთან ცოტა ესე მოდის, თუმცა რაღაც არის ამაშიდაც საეკლესიო კუთხით ისეთი რომ როცა შენ რაღაც პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, უნდა გადააფასო ამ პრობლემის ასე ვთქვათ ყველა ნიუანსი შეიძლება ესეც იყოს. მე ამით იმას არ ვამბობ ახლა რომ ყველამ დამნაშავედ სცნოს თავი და ისიც შეწყალებაც აღარ არის ასე ვთქვათ დამნაშავეების გამოშვების პროცესი. შეწყალება არ გულისხმობს რომ დამნაშავეები უნდა გამოუშვან. შეწყალება გულისხმობს შეწყალებას და ეს არის საკმარისი იმისათვის რომ ახალგაზრდები რომლებიც რაღაც თავისებური ასე ვთქვათ არ ვიცი შესაძლოა თავისი სიყვარულის თუ თავისი ერთგვარი დამოკიდებულების საქართველოს მომავლის შესახებ და აქ შეიძლება ადამიანს კონდეს გადაცდომაც იყოს, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან სენსიტიური ვართ ამ საკითხებზე. და შესაძლოა რომ ეს სენსიტიურობა რაღაცნაირად მერე აჩენს უფრო ასე ვთქვათ შესაძლებლობას იძლევა უფრო დავუშვათ რადიკალური გამოსვლისა. რადიკალიზმი კიდევ ყოველთვის არ არის კარგი. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ეკლესიისათვის ცოტა რთულია ახლა რადიკალიზმის საკითხი, ასე ვთქვათ, შემოიტანოს. არა, ეკლესია უყურებს ამას, მოხდა ფაქტი, შეწყალება არის შეწყალება და ეს არის უანგარო დამოკიდებულება, ანგარებიანი დამოკიდებულება შეუძლებელია და მე ვფიქრობ, ხა პოლიტიკურად შეიძლება ხელისუფლებამ რამე განაცხადა ასეთი და მას უფლება ამის აქვს. მაგრამ თუ მსჯელობა იქნება, ფორმაც მოიძებნება და შესაძლებლობაც იმისა, რა როგორ მოხდეს. და რასაც ჩუქნი, ეს არის საჩუქარი. და ეს არის შენი კეთილი გამოვლინება, შენი კეთილი ჟესტი. ზოგჯერ ჩვენ შვილებს ვექცევით რაღაც მომენტში მკაცრად, თუმცა ახლა დღეს შეიძლება ეს მთლად მისაღები თეზაც არ არის, რომ მკაცრად უნდა მოვექცეთ შვილებს, მაგრამ გამოდის ხოლმე ასე ხდება. მაგრამ შვილის სიყვარული არის მნიშვნელოვანი და ეს ვერ გადაწონის. ხელისუფლებაც ასეა. ის ამ ქვეყნის სამსახურში და უნდა დავინახოთ ჩვენ. და ჩვენ თუ რადიკალურ, ასე ვთქვათ, რადიკალურ აქცენტებს არ გავაკეთებთ, მაშინ უფრო იოლი იქნება რაღაც სწორი ფორმის მოძებნა ურთიერთობებში. ეს მე ვფიქრობ ნორმალურია.
გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მეუფე დოსითეოზი იყო ჩვენი სტუმარი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი. ჩვენ ბრუნდებით უკვე სტუდიაში არჩილ გამზარდია შემოგვიერთდა, შემდეგ არმაზ ახვლედიანი შემოგვიერთდება. მივესალმები არჩილს, გამარჯობა. მოგესალმებით მე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შენი გამწვავება როგორია დღეს? ფრთხილი. რატომ? ფრთხილია, იმიტომ რომ პირველ რიგში ვინც გინდა ყოფილიყო საქართველოს ახალი პატრიარქი და ვთქვათ რომ ყოფილიყო ჩვენ წარმოდგენების სასულიერო პირებთან მიმართებაში ძალიან ხშირად პირობითია. ჩვენ წარმოდგენებით ვფიქრობთ ვინ შეიძლება იყოს კათალიკოსი და შესაბამისად მისაღები წარმოდგენებში თუ მიუღებელი წარმოდგენებში სრულიად სხვა არის უკვე როდესაც ეს არის რეალობაში. ამიტომ მე თავისთავად ერთ მხრივ გამაჩნია სურვილი რომ ახალი პატრიარქი იყოს ის, ვინც უნდა იყოს. მეორე მხრივ რაღაც გარკვეული სკეპტიციზმი, რომელიც აქამდე მის საქმიანობას მოჰყვებოდა ან მისი გაპატრიარქების აი ამ რაღაცა ფორმას და ასე შემდეგ, მაძლევს იმის საფუძველს, რომ მაინც არც სკეპტიკურობა დავიტოვო ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემს სურვილს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის ფრთხილი, იმიტომ რომ მე ვინც გინდა იყოს საერო ხელისუფლებაშიც მათ შორის ზოგადად ადამიანურ დონეზე ვუსურვებ იმას რომ მან თავისი ფუნქცია და თავი გაამართლოს, იმიტომ რომ ეს არა მარტო მისთვის მემეტება, არამედ თითოეულ ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ კათალიკოს პატრიარქს დასჭირდება ძალიან კარგად გააზრება იმ ყველაფრის როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე, თუ შეძლებს მისი ადამიანური ბუნება ჩაურმავდეს საკუთარ თავს, გაიაზროს სად იყო თავისი თავი, სად დაუშვა შესტომბი, სად პირიქით რაღაცაში მას ისეთი განსაკუთრებულობა აქვს და ისეთი უნიკალურობა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს მომავალი თავისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობებისათვის არა. კათალიკოს პატრიარქის ცხოვრება ეს არის ვალდებულებებით ცხოვრება, პასუხისმგებლობის ერა მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენ თუ ადამიანებს ჩვეულებრივ მოკვდავებს საშუალო სტატისტიკურ ადამიანებს გვაქვს იმისი უფლებაც რომ ჩვენთვის ვიცხოვროთ, ჩვენი კარგად ყოფნაც გვინდოდეს, აი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს მიუხედავად იმისა რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ადამიანი, ის ელემენტარული ადამიანური უფლება არ გააჩნია, რაც მე და შენ გვაქვს, იმიტომ რომ ის არის მთლიანად პასუხისმგებლობების სივრცე. ზოგადად სასულიერო პირი ასეთია, როდესაც ბერად აღკვეცენ ხოლმე ადამიანს, მას ისევე უგებენ წესს, როგორც გარდაცვლილს. რატო? იმიტომ რომ მისი ადამიანური ბუნება, ადამიანური ვნებები უნდა დარჩეს ამიერ ცხოვრებაში და გარდაიცვალოს ოღონდ ჯერჯერობით მიწიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ღვთისთვის სადიდებლად, ოღონდ ეს ღვთის დიდება სასულიერო პირის მხრიდან გადის ადამიანების გზაზე, ერზე, საკუთარ ხალხზე და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია, მე მგონი, მიუხედავად იმისა, რა წარმოდგენად შეიძლება მქონდეს ამ პერსონალური შეხედულება პატრიარქის გარკვეულ ფაქტორებზე, რითიც აქამდე ვაფასებდი მას როგორც მოსაყდრეს, არა? ჩემი გულითადი დამოკიდებულება, სურვილიც და ძალისხმევაც ის არის, რომ იყოს ის, რაც უნდა იყოს. მე დოსითეოსმაც აღნიშნა, რომ მოსაყდრების დროს მას არ ჰქონდა საშუალება რაღაც თავისი ინიციატივები გამოეჩინა და მაინც ილია მეორე იყო იქ, ასე ვთქვათ, წამყვანი, ის იყო პატრიარქი და შესაბამისად ხო, შემოჭილი იყო ამ ხრივ. ეხლა შეიძლება სხვანაირი იყოს დაახლოებით ასე გამოვიდა. მეოფე დოსითეოს აქვს ძალიან აკადემიური და ჰუმანური ბუნებაც და ძალიან აკადემიური და ჰუმანური ტექსტიც. კი, რაღაცაში მithumetes მოსაყდრის სტრატუსი საერთოდ ძალიან ჯერ წლების მანძილზე გაუგებარი და ამორფული იყო, ანუ ის პრინციპში მოსაყდრის სტატუსის ქვეშ ქორეპისკოპოსის ფუნქციას ასრულებდა. პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ მithumetes ძალიან ჩარჩოში ჩაჯდა, მაგრამ მას როგორც სასულიერო პირს ჩვეულებრივ იმ ვალდებულებას ვერავინ წაართმევს, რომ რა დონეზეც გინდა იყოს მღვდელი, რომელიც უკვე ქადაგებს, თქვათ არქიმანდრიტი, იღუმენი, არქიმანდრიტი, ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი და ასე შემდეგ, მეტროპოლიტი და ასე შემდეგ. ადამიანებს, როდესაც მართავს, მღვდელი, როდესაც ქადაგებს, პატრიარქი იქნება თუ
ერთი ტაძრის მღვდელი, ისინი ურთიერთობენ ადამიანებთან. ისინი იმ სივრცეში, სადაც ხელი მიუწვდებათ, უნაზრუნავდნენ ადამიანების ჰარმონიზაციისაკენ. ისინი უნაზრუნავდნენ, რომ არ ჩაიკეტონ, რაც შენ დასვის შეკითხვაში, არ ჩაიკეტონ რაღაც ერთ ნაწილში, მაგალითად პატრიარქი, როდესაც გარდაიცვალა და მოწვევით ხდებოდა და საშვებით ადამიანების მიწვევა, ვთქვათ, ტაძრის შიდა სივრცეში, არ ჩაკეტილიყო ერთ სახელმწიფო სივრცეში, იმიტომ რომ როგორც ისინი ყოველწუთში ამბობენ და რა თქმა უნდა ეს ცალსახად ასეა, სულიერი შვილები არიან ყველანი, ისინი არ განსჯიან. აი, აქაც არ აქვს ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირს და პატრიარქსაც კი ის ელემენტარული უფლებაც კი რაც ჩვენ გვაქვს, განვსაჯოთ ზოგადად ვიღაცა მისაღები იყოს პოლიტიკურად, ვიღაცა მიუღებელი, მათთვის ყველა ერთია, მართალი, მტყუანი, პატიმარი სასამართლოს ვერ მოიწყობს გონებაში, მით უმეტეს პატრიარქი. მაგრამ ის უნდა უყურებდეს ადამიანთა ბედს, იმას კი არ უნდა უყურებდეს ვინ არის დამნაშავე, ვინ არ არის. ის უნდა უყურებდეს ეს ადამიანი, ეს ახალგაზრდა თუ ნებისმიერი სხვა, იმიტომ რომ თითო ადამიანი, თითო ცხოვრებაა, თითო ადამიანს მიღმული ყავს სხვა ადამიანები, მეგობრები, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. სად შეიძლება იყოს, რამდენად საშიშია, ციხეში უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უბრალოდ იმდენად საშიშია, რომ შეუძლებელია დარჩეს გარეთ, ან თავის საშიშროების გამო. დანარჩენი ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს არის ჰუმანისტური, ვთქვათ, სასჯელის პრინციპის ჰუმანისტური ხედვა. ამ პრინციპით უნდა უყურებდეს და არ სჭირდება იმის განსაზღვრა, რომელი პატიმარი დამნაშავეა თუ უდანაშაულო, როცა ხედავ რომ ახალგაზრდებს წლებს კარგავენ და წლებს კარგავენ არა მარტო ახლა, არამედ საშიში წლებს, რომელიც ამ სტრესული ცხოვრებისგან აკლდებათ მომავალში პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ისინი დაიხსნას. არა იმიტომ, რომ მათ უდანაშაულობის სჯერა, ან იმიტომ, რომ მათი დანაშაულის სჯერა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა სული და ადამიანთა მომავალი რაღაცა კუთხით მასაც აბარია. ხო, აი ამ შეწყალების თემა გახდა ასე ვთქვათ, ნუ ბევრისთვის ალბათ პირველი ტესტი, ხო? და პრინციპში საპატრიარქომ შეიძლება მიმართოს კი ხა გაავრცელა როგორც თქვა დოსი თეოსმა მე არ შემხვედრია ეს ინფორმაცია რომ აპირებენ ამის გაკეთებას, მაგრამ აქამდეც თქვა ჯაღმაიძე რომ აქამდეც მიუმართეთო, მაგრამ უარი გვითხრაო. ნუ არ ვიცი ხა შეიძლება არ მინდა რომ ეს დაემსგავსოს მოვალეობის მოხდას, ხო? ხო, რიტუალური არ უნდა ხო, ხელისუფლება წავა შემხვედრ ნაბიჯზე. ახალი პატრიარქია იქნება, რაღაცყოს რაღაც საჩუქარი გაუგეთოს ახალ პატრიარქს, ხო? ისი ავტორიტეტის ასამაღლებლად და ასე შემდეგ. მე ჯერჯერობით ძალიან მიჭირს თვითკმარ ძალაუფლებად აღვიქვა პატრიარქის ძალაუფლება. თუ ჩვენ აღვიქვამთ ამას თვითკმარ ძალაუფლებად, მაშინ გამოდის, რომ არსებობს ერთი საერო ძალაუფლება და მეორე სახელმწიფო და საეკლესიო ძალაუფლება, რომლის დროსაც ინიციატივა და პასუხი, ანუ როგორც აქამდე იყო, მეტნაკლებად თანასწორ, თანაფარდ ურთიერთობაში იყვნენ. მაგრამ მე ეს განცდა არ მაქვს, იმიტომ რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს ძალიან დასჭირდა სახელმწიფო მხარდაჭერა იმისათვის, რომ ის პატრიარქი გამხდარიყო. და მიუხედავად იმ ჰარმონიისა, რაც ყოჩაღ ჩვენ სინოდს, რომ ეს მშვიდობა და ერთობა დაიცვეს, მაგრამ ყოველთვის იქნება მომავალში და უფრო მეტად მომავალში მსჯელობა იმაზე, რამდენად კეთილსინდისიერად იქნა შერჩეული კანდიდატები თავად სინოდის მიერ, რამდენად კეთილსინდისიერად მოექცნენ მეუფე ისაიას ან მეუფე დანიელს, როდესაც ისეთი მიზეზები წარმოადგინეს, რომელიც არ ჯდება არანაირ ფორმაში. ამიტომ ამ ხარდაჭერის შედეგია, ამიტომ ეს ინიციატივა პატრიარქისგან, როგორც თანაფარდისგან წამოვა თუ პატრიარქთან თანამშრომლობით ხელისუფლება თავისთავად აი თავისთვის თუ აქვს ხელისუფლება ჩაფიქრებული ეს მას არ აინტერესებს, მე დარწმუნებული ვარ რომ მმართველ ტოტალიტარს არ აინტერესებს პატრიარქის ინიციატივები. ამ ნაწილში შინაგანად დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ მას ეს გადაწყვეტილი აქვს, მაშინ მას შეუძლია ისარგებლოს პატრიარქის ახალი მოცემულობით, ახალი პატრიარქია ხელისუფლებას ჰუმანურობაში ჩაეთვლება, ახალი ქადაგებისათვის და სხვა მხრივ პოლიტიკური პროპაგანდისათვის სივრცე გაჩნდება და ახალ პატრიარქსაც სახელს უფრო გაუმყარებს, თუ კი ეს მოხერხდება. ამიტომ პატრიარქზე კი არ არის ეს დამოკიდებული, პატიმრებს შეიწყალებენ თუ არა. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ მმართველ ტოტალიტარზე. პატრიარქის სახელის ზრდაც არის თუ არა მმართველი ტოტალიტარისთვის ღირებული, მას ჭირდება თუ არა მაღალი ავტორიტეტი.
ეს კიდე ცალკე თემაა. თუ მე მკითხავთ სჭირდება თუ არა, მე გეტყვით. მას არ სჭირდება მაღალი ავტორიტეტის მქონე არავინ გარდა საკუთარი თავის, იმიტომ რომ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი, იმიტომ რომ ტოტალიტარი მმართველის ბუნება არის ასეთი თეორიულად, ისტორიულად და სამყაროში ყველგან. ნუ ხო, თქვენ ნახეთ მათი არგუმენტი არის ის, რომ მოინანიონ. ხო, აღიარონ. ესე როგორ გამოუშვათ. პირველი თუ კი ჩვენი სახელმწიფო წარმომადგენლები მოიშველებენ, მე ერთხელ მქონდა ამ წინახანებს შეხება ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღია სივრცეში და მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ არანაირი თეოლოგიური და მართლმადიდებლური ფასეულობითი დამოკიდებულება სამართალთან არ გააჩნიათ, იმიტომ რომ თუ ისინი ამბობენ, რომ მოინანიონ, ანუ რაღაცნაირად ქრისტიანული განსტისკენ უბიძგებენ, ხო, მაშინ ეს არის ყალბი, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლება მას არ უყურებს. ამას გარდა სწორედ შეწყალების პრინციპი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რატო აქვს პრეზიდენტს ეს დისკრეცია ფორმალურად, ანუ ის თulis საჭიროდ და მორჩა, განმარტებაც კი არა აქვს ვალდებულება რომ გააკეთოს. ესე თulis და მორჩა, რატომ? იმიტომ რომ შეწყალება სჭირდება დამნაშავესაც, უდანაშაულოსაც, ანუ შეწყალების პროცესში ადამიანის ბედია მნიშვნელოვანი და არა ის მან დანაშაული ჩაიდინა თუ არა, ან აღიარა თუ არა. თუ ეს სურს, ის როგორც სახელმწიფოს მეთაური ამ შემთხვევაში, ფორმალურად თუ იდეურადაც, მიმართავს ამ ხერხს. ამიტომ არ არის საჭირო უყურებ რომ ახალგაზრდა ხედავ რა ინტელექტუალია, ხედავ რა ბუნებით, თუნდაც მიგაშთეს რომ მან რაღაცაში ზედმეტი რაღაცა გადაამლაშა, მაგრამ მოტივი რა იყო, თავისი ქვეყნის უკეთესობა, თუ თვლი როის დამნაშავეად მიუხედავად ამისა, ანუ მისი ჩვენი პატიმრების მიზეზი, რის გამოც პატიმრები გახდნენ. იმდენად ამაღლებულია, რომ ეს უკვე საკმარისია, რომ ციხოს გადაცნობა შეწყალებისთვის. ვერ აღიარებენ უდანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენიათ და რომელსაც აბრალებენ. მაგრამ აქამდეც კი არ მიდის საკითხი, ანუ შემწყალებელს ეგ არ უნდა ინტერესებდეს. შემწყალებელს ეგ არ უნდა ინტერესებდეს. თუმცა იყო აქ საუბარი რაღაცა შერიგება და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთ ვითარებაში შერიგება როგორ წარმოგიდგენი? არა, ეს არის. ან ეკლესიამ ეს რაღაც შემრიგების როლი შეიძლება შეასრულოს. ეს არის რიტორიკა. ეს ვერ შეძლო ისეთმა არაჩვეულებრივმა დიპლომატმა, როგორიც იყო პატრიარქი ილია მეორე. იმიტომ რომ ჩვენი ანტაგონიზმი ასეთი დაპირისპირებების დროს იმდენად მაღალია, რომ ამის გამკლავება ასეთი მარტივი არ არის. ამიტომ ახალ პატრიარქს, რომელსაც ჯერ სინოდშიც არ აქვს მყარი მოცემულობა, მას საზოგადოებაც მისივე სულიერშვილები მაინც ფრაგმენტულად, სეგმენტურად აღიქვამს ნაწილი, რომ ეს არის რაღაც სახელმწიფო პატრიარქი, მე არ მომჭეშმარიტია თუ არა. აქ მიმზეულ ლაპარაკობ, რომ ასე აღიქვამენ, რაღაც ადამიანები საერთოდ არ აღიარებენ, დესაკრალიზებულია ძირითადად, ეს არ არის ათწლეულობის წინა დამოკიდებულება სასულიერო და საეკლესიო ლიდერებთან, ისინი არა დესაკრალიზებულები. ანუ ეს რესურსები ამ წუთისათვის პატრიარქს არ აქვს, მას უბრალოდ შეუძლია გვაჩვენოს ამ ყველაფერში თავისი სურვილი. თუ ეს ამ ყველაფერს შეეცდება, შეიძლება ერთ-ერთი გვაჩვენოს, რამდენად გულწრფელია, რამდენად აღელვებს ის ჯანმრთელია, მას შეუძლია მივიდეს, ის ვერ მოსთხოვს ხელისუფლებას, მაგალითად დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მუდმივ მკურნალობას, მოთხოვნით ვერ მოსთხოვს. მაგრამ როგორც პატრიარქს შეუძლია მივიდეს და დალოცოს, აზიაროს თავის ხელით, თუ კი საღვთისმეტყველო კუთხით შევხედავთ, მე რა ეს იმ ხელამადლია, როცა პატრიარქი აზიარებს თავის ხელით და ვისაც რწმენა აქვს, რომ მან შეიძლება მართლაც რაღაცა კურნა, მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივია, როგორც ყვებით, მაგრამ მორალურად ამ ადამიანებს, როგორც სიცოცხლეში თან ერგავს და იგივე ამ ბავშვებს, რომელსაც პატრიარქის მისვლა იქ ხელისუფლების ვისაც სხვა მესიჯი იქნება, ხო? ან მიიღება თუნდაც მათი მიიღება, ხო? უკვე მესიჯია ხელისუფლების. თუ პატრიარქი აღიარებს ამას თავის სულიერ შვილებად, მაშინ რაღაც მომენტებში ამითი არ უნდა დაინტერესდეს, ის უნდა მივიდეს, მადლობა ღმერთს, ახლა აღარ არის დაშავებულები და ხელისუფლება ამ წუთში ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში არ აგდებს ფიზიკურად მოქალაქეებს, მაგრამ საჭირო რო ყოფილიყო იმ პერიოდში, მე რომ პატრიარქი ვარ, მე შეიძლება საერთოდაც არ მიმაჩნია რომ შენ სწორად გახარ ქუჩაში, მაგრამ შენ თუ დაგარტყამენ, მე მოვალ და გინახულებ, ეს არ არის
სხვადასხვა რამეა, პატრიარქი არ უნდა უყურებდა ეს მიზეს, ის არ არის თავის თავში სასამართლო, ის არ არის კანონმდებელი, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს. შენ ხარ მამა. შენი შვილს უნდა კონდეს თუ არა იმედი შენი მაშინაც როცა ის მართალია და მაშინაც როცა ის ტყუანია. ყოველთვის მის შენი იმედი უნდა კონდეს. და შენი შვილის ხარეს ყოველთვის უნდა იყო მაშინაც როცა ეჩხუბები რომ რაღაცას აფუჭებს პირობითად. შენის უნდა აგზნობინო ყოველ წუთში რომ შენი შვილი გიყვარს მაშინაც როცა რაღაცას უშლი. აი ასე უნდა იყოს სულიერი მამა თავისი ხალხის მიმართ. და პატრიარქი შიო მესამე მადლობა ღმერთს არის ახალგაზრდა, ღმერთმა მისცეს მხნეობა და ჯანმრთელობა, დიახ, მან უნდა მოახერხოს. ილია მეორე სოფელ დადიოდა სანამ ამის თავი ქონდა. ფეხდა დადიოდა, მანქანით დადიოდა, ყველაფრით მიდიოდა, ვიღაცა ბებოს ხდებოდა, ქუჩაში დაელაპარაკებოდა. კი არა, მე რომ მონასტერში ცხოვრობდი 2000-იანების შუა პერიოდში, მე ხევში ცხოვრობდი მონასტერში. იმ დროს უკვე აღარ იყო ახალგაზრდა, მაგრამ შეეძლო უჭირდა, მაგრამ ფეხით დადიოდა პატრიარქი ბევრგან და ამ ხანაგებს, ბავშვებს ამ ხანაგებს ვიღაცებს ხდებოდა. მე ამას ვამბობ უკვე პატრიარქზე, რომელიც იყო ასაკში, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. და პატრიარქიში მესამემ დიახ ფეხით უნდა იაროს ზოგჯერ მივიდეს პაციენტთან, მივიდეს დაჩაგრულთან, განკითხვის გარეშე, მივიდეს დამნაშავესთან, მივიდეს არასწორად პროტესტს რომ აცხადებს თავის გადასახედიდან თქვა, სულაც რომ არასწორად ვაცხადებდე პროტესტს, სულაც რომ არასწორი ოპოზიციონერი ვიყო, ის ჩემი სულიერი მამა უნდა იყოს. შეძლებს ღმერთმა იმებოს რომ მისცეს ის ძალა პატრიარქმა ეს შეძლოს. ასე კიდე, მადლობა დიდი, არჩავის გამზარდია იყო ჩვენი სტუმარი, გამიმშვიდობებ მას და შემდეგ სტუმარს მოვიწვევ, ის არის არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, რომელიც ადრეც ყავდა გადაცემაში სწორედ ამ თემაზე, არჩევნებზე და დღეს საინტერესოა მისი აზრი, რამდენად რას ფიქრობს ახალ პატრიარქზე, იმაზე თუ როგორ გაგრძელდება საქართველოს ეკლესიის ცხოვრება. და შესაბამისად რა მოლოდინები არსებობს. მაგალითად ეხლა ვნახე ერთი განცხადება მეუფე ნიკოლოზის, მეუფე ნიკოლოზე ვარაუდი არის რომ ის არის ის მეუფე რომელმაც გააფუჭა ბიულეტენი, ანუ ხმა არავის არ მისცა. ხოლმე საინტერესო ასე ვთქვათ გადაწყვეტილება იყო. მეუფე ნიკოლოზი წმინდა სინოდს მიმართავს თხოვნით არ გადადონ ილია მეორის წმინდანად შერაცხვა. როგორც იცით, ის არის ერთადერთი ასე ვთქვათ მეუფე ამ ეტაპზე, რომელიც ითხოვს რომ მოხდეს ილია მეორის წმინდანად შერაცხვა და შესაბამისად არ ვიცი ჯერ სინოდის პოზიცია როგორი იქნება. არმაზ ახვლედიანს მივესალმები, გამარჯობა არმაზ. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, თქვენ ესე აქტიურად ადევნებდით თვალყურს და ხო აკომენტარებდით ამ პროცესებს, რომელიც მიდიოდა ქართულ ეკლესიაში და დღეს ყველას პირველი კითხვას ამას ვეკითხებ, ეს ისტორიულ დღესთან დაკავშირებით თქვენი განწყობა როგორია დღეს? გულწრფელად გეტყვით, რომ განწყობა არის ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ ეპოქალური მოვლენა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევა. ყოველთვის იყო მეტნაკლებად ასე, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის ბოლო 10 წლეულების ტრადიციაც ვიტყოდი. 50 წლის წინ აღსაყდრდა უწმინდესი ილია მეორე და იმდენი იმედი იყო იმ მაშინდელ აღსაყდრებასთან დაკავშირებული, ჩვენ ეს ვიცით გადმოცემით, იმდენი იმედი და ამ იმედის უდიდესი და მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ითქვას გამართლდა. არა და წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხდებოდა მაშინ ღრმა საბჭოთა ეპოქაში, როდესაც უღმერთობის დრო იყო ერთი მხრივ, მაგრამ ამის მიუხედავად მაშინ პატრიარქმა ილია მოახერხა, რომ ჩანგრეული ხიდების აღდგენა დაეწყო ადამიანებთან, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან, მათ შორის და ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე ამას მიუხედავად ბოლოს დაუძლურებისა ის არ შეეშვა. ეს იყო მისი ალბათ ყველაზე განსაკუთრებული მისია, რომ მოენადირებინა ადამიანთა სულები და მათთვის ეკადაგებინა ჭეშმარიტება, მოესმინა სხვებისთვის და ერთი მხრივ და მეორე მხრივ მასაც ეთქვა სხვებისთვის მისი აზრი, მისი სიტყვა და ეს ყოფილიყო თანაბარ პირობებში ის ამას ახერხებდა საუკეთესოდ, შემიძლია ვთქვა გულწრფელად. ახლა
ამ გამოწვევის წინაშე დგება ახალი პატრიარქი. რამდენად გაქვთ მოდუნო ის მოახერხებს ამას. ერთი მხრივ ვიტყოდი, რომ ჩემი დაკვირვებით, მოგრძალებული დაკვირვებით და იქედან გამომდინარეც, რომ მას საკმარისად ვიცნობ, საკმარისად კარგად ვიცნობ და თან დიდი ხანია, შემიძლია გითხრათ, რომ მას ამის პრაქტიკულად ყველა რესურსი, შესაძლებლობა გააჩნია. ალბათ სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს ამ შესაძლებლობების, ამ უნარების, ამ სათნოებების რეალიზებას. ერთი მხრივ ამას სჭირდება მინიმუმ, რა თქმა უნდა, მტკიცე სურვილი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინება, რომ დღეს არის ურთულესი დრო, როდესაც ქვეყანა არის ფაქტობრივად როგორც აი ეს მრგვალი მაგი და ორ ფერად გაყოფილი. ეს არის კვეთრად ორი განსხვავებული ფერი და ამ ორი უკიდურესობის შეიძლება ითქვას შერიგება, ყოველ შემთხვევაში შეთანხმება მთავარ კომპრომისულ საკითხებზე ვფიქრობ შესაძლებელია და ამ ხრივ ახალი პატრიარქის მისია შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანიც. ისურვებდა თუ არა ის ამას დღევანდელი აი საზეიმო ლიტურგიის და ლიტურგიაზე მისი ვიტყოდი ასე სეფეს სიტყვის დროს ჩვენ მოვისმინეთ რომ მას აქვს ეს სურვილი. მან ეს მკაფიოდ ჩამოაყალიბა ძალიან. სურვილს და რეალობას შორის რა თქმა უნდა მანძილია. ეს მანძილი რაც მალე დაიძლევა და რაც უფრო უკეთ დაიძლევა, ვისურვებდით, ვინატრებდით. ერთ სიტყვით მე მეჩვენება რომ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მას ეს შეუძლია, არ უნდა დააკლოს მცდელობა და უნდა დაიყენოს გვერდში ყველა ვინც ამაში მას დაეხმარება უპირველესად თავად სინოდში. იქ არიან სინოდის წევრები, წმინდა სინოდის წევრები, რომლებსაც არ უჭირთ განსხვავებული აზრის მქონე, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. აქვთ ეს გამოცდილება მდიდარი და უფრო შორს რომ წავიდეთ, რა თქმა უნდა არიან სხვებიც და თანაც ბატონო მერაბ გავითვალისწინოთ რომ ყოველთვის ამ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში პატრიარქ ილია მეორეს მაგალითი იყო გადამდები. გადამდები იყო ეპისკოპოსებისთვის, მღვდლებისთვის, ერისთვის ასევე მისი შემრიგებლური ნაბიჯები, მისი მობიერება, კეთილგანწყობა, პატიების უნარი და სხვა მრავალი სათნოება და ახლა ახალგაზრდა პატრიარქობისთვის ნამდვილად ძალიან ახალგაზრდა შიო მესამეს შეუძლია ამ ხრივ მე ვფიქრობ მას აქვს შანსი რომ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცოს. ნახოთ, დაველოდოთ. კი ბატონო, ამის იმედი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ხელისუფლების იმედი ნამდვილად გაქვთ რომ წაყვება ამ ასე ვთქვათ ინიციატივებს. ხო, ხა დღეს ითქვა რომ შეიძლება მიმართონ შეწყალების თხოვნით, მაგრამ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები კვლავ იმეორებდნენ დღეს რომ ჯერ უნდა აღიარონ დანაშაული, მოინანიონ და მე შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ხელისუფლებას ყოველ შემთხვევაში მის იმ ნაწილს, მოდით ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ მაინც მის ბირთვს, მის მთავარ ნაწილს, როგორც ჩანს, ეს ძალიან და ზედმიწევნით მიწიერად ესმის. თორემ ოდნავ ქრისტიანულად რომ ესმოდეთ, ეს რაზეც საუბრობენ, ამას არ იტყოდნენ, იმიტომ რომ მოწყალება, შეწყალება და მოწყალება ორი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ გავაერთიანებდი ახლა ასე, ცოტა უხეშად და ვიტყოდი. ეს ისა, რაც კეთდება უანგაროდ, უპირობოდ და თქვენ თუ აპირებთ რომ ვინმე ითხოვოს პატიება, ითხოვთ თქვენ რაღაც ნაბიჯებს წინ სწრებად, მით უფრო, როდესაც გულის სიღრმეში, სადღაც იქ კუნჭულში, თქვენ თავად ჩვენზე უკეთი უწყით შესაძლოა რომ ამ ადამიანებს არაფერი გარდა იმისა არ დაუშავებიათ, რომ აპროტესტებენ საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებას, აპროტესტებენ საქართველოს დემოკრატიული ორბიტიდან ჩამოშორებას. ისე აქვე გეტყვით, ბატონო მერაბ, ერთ საყურადღებო ამბავს. რა ხდება დღეს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ საქართველოს და სამოციქულო სახელმწიფოს და სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ეს ყველაფერი არის მკაფიოდ განსაზღვრული
იმ შეთანხმებით, რომელიც 2002 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში და ამ შეთანხმების შესავალ ნაწილში 12 მუხლს რომ თავი გავანებოთ უმნიშვნელოვანეს, აი შესავალში არის ერთი დიდებული ჩანაწერი. მე კარგად ვიცი, იმიტომ რომ მონაწილეობდი ამ ტექსტის შექმნაში, მომზადებაში, აქტიურად მონაწილეობდი. მე არ ვიყავი ამ სამუშაო ჯგუფის ფორმალური წევრი და მევალა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან მაშინ იმ პერიოდში საქართველოს პარლამენტიდან სხვებთან ერთად. ხო და იმას მოგახსენებთ, რომ ამ შესავალ ნაწილში წერია, რომ სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია ცივილიზებულ სიტყვასიტყვით სამყაროსთან დემოკრატიულ განვითარებაზე საუბარი. ხვდებით ხომ რა არის? ანუ ეს ხომ ორივე ინსტიტუციის მიერაა ხელმოწერილი. პატრიარქ ილია მეორეს და მაშინდელი პრეზიდენტის მიერ. ორივე თანხმდებოდა. ძალიან საყურადღებოა. გარდა კონკორდატზე არის საუბარი, სწორედ კონკორდატს ჩვენ არ ვამბობთ, ეს სიტყვა ერთი სიტყვით გამოიხატება, რაზეა საუბარი. სინამდვილეში კონკორდატი დოკუმენტს უბრალოდ არ ქვია, დაზუსტებისთვის ვამბობ. კონკორდატი გახლავთ წმინდა საყდარს, ანუ კათოლიკურ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ეს კი სხვა რამ არის, ბევრი რამ საერთოა, მაგრამ განსხვავებაც არაერთია. და ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საკონსტიტუციური შეთანხმება არის საქართველოს კონსტიტუციის, დღევანდელი კონსტიტუციის, ახალი რედაქციის მერვე მუხლის სულისკვეთების აღსრულება, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას აქვს ისტორიული განსაკუთრებული როლი ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოში და აქაც უნდა ითქვას, ისე როგორც საქართველოს კონსტიტუციის შესავალში, ვიდრე მუხლებზე გადავალთ, რა წერია, იცით ბატონო, მერაბ, რა თქმა უნდა იცით, მაგრამ შეგახსენებთ, მხოლოდ რომ პირველი სიტყვა, აი პირველი განსაზღვრული სიტყვა არის დემოკრატია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავისი არსით ხო, არა, ეს საკითხია, იმიტომ რომ დემოკრატიის ასე ვთქვათ ფორმირების, თუ დამყარების, თუ გაძლიერების საკითხში ეკლესიას როლი თუ ქონდა, ასე გაწერილად არ მეგონა. ხო, შეიძლება რაღაცის სურვილზე ყოფილიყო, რომ თქვათ საკითხებს მიაქციოს ყურადღება თუ არ მიაქციოს, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს ამ შეთანხმების საგანიც არის, ხო? რომ ანუ ეკლესიისთვის შეიძლება დემოკრატია იყოს მნიშვნელოვანი. და ამ ხრივ არ ვიცი ხარ რა როლი შეიძლება მას ჰქონდეს, ხო? შეიძლება სიტყვით გამოხატოს რაღაც უკმაყოფილება რაღაცის გამო. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ეს პრაქტიკაში, ასე ვთქვათ. გეტყვით მოსაზრებას. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში დემოკრატია სულაც არ არის გაგებული, ვთქვათ, როგორც რაღაცა სამართლებრივ პოლიტოლოგიური ტერმინი უბრალოდ, არამედ ის უპირველესად უკავშირდება რას? სამართლიანობას. ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული მისია, რა თქმა უნდა, არის სამართლიანობის აღსრულება, სამართლიანობის მხარდაჭერა, უსამართლობის მიუღებლობა და ამ ხრივ დემოკრატია როგორც ფორმა, მოწყობა არის უნივერსალური. ესე იგი გამოდის, რომ საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმდა თავის დროზე ამაზე და ისე გეტყვით, რომ თავისი არსით დღეს ბევრი მესმის და ბოლო ხანებში, რომ უწმინდესი პატრიარქი რომ სინოდის ხდომას ატარებდა იშვიათად, რომ ერთპიროვნულად იყო გადაწყვეტილებები მიღებული, გავაპროტესტებდი ამ მოსაზრებას და ვიტყოდი, რომ მე სინოდის ხდომებს არ ვესწრებოდი, მაგრამ ოქმები მაქვს საკითხული, მისაუბრია სინოდის წევრებთან და პატრიარქთანაც თავის დროზე არაერთხელ ამ თემაზე და შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა თავს მოხვევით, ძალის გამოყენებით. ყველაფერი იყო განმარტებული, შეთანხმებული, ახლა რა უყოთ, რომ პატრიარქს ჰქონდა ისეთი ავტორიტეტი, რომ ზოგჯერ განხილვა არ ხდებოდა და სრულად მიენდობოდა ხოლმე მას წმინდა სინოდის სრული ან თითქმის სრული შემადგენლობით. დღეს ეს ვითარება ალბათ აღარ გვექნება და ეს არც არის ცუდი, არაფერი არ უნდა განმეორდეს ერთი-ერთში, მაგრამ დღეს გვაქვს გაცილებით უფრო ვფიქრობ საინტერესო და შეიძლება უნიკალური ვითარებაც, როდესაც ახალ კათოლიკოს პატრიარქს აქვს მისია შეასრულოს უნიკალური როლი ეროვნული თანხმობის მიღწევის
ისტორიულ ეპოქალურ საქმეში. აი მე რომ მკითხოს ვინმე რა იქნებოდა უმთავრესი, ასე ვიტყოდი, საერო და საეკლესიო მისი მისია, გაერთიანებული. გასაგებია რომ საეკლესიო ერთად-ერთია. ეს არის მსახურება ღვთის უპირობოდ და კეთილსინდისიერად ნებისმიერი სასულიერო პირისთვის და მსახურება ადამიანისა. ეს ორი, მაგრამ აი საერო და სახელმწიფოში დღეს საქართველოს, რაც წამალივით ჭირდება. აი ჭირდება როგორც ჰაერი, როგორც წყალი, ეს რა არის? მცდელობა შერიგებისა. მცდელობა ეროვნული თანხმობის მიღწევისა, რაც შეუძლებელია თავისთავად იმის გარეშე, თუ უსამართლობის გამომწვევი მიზეზები თანდათან არ განიკურნ. ახლა ამას ვერ დავავალებთ ჩვენ პატრიარქს. თავისთავად ცარიელი შერიგება ხო, მაგრამ არ იძლევა არაფერს თუ უსამართლობა არ აღმოიფრა. მე სწორედ ამას ვამბობ. მასე ხა შეიძლება რუსეთმაც მოგიწოდოს რომ მოდი შევრიგდეთო, მაგრამ მოუწოდებია კიდეც. მაგრამ თუ ტერიტორიები არ დაგიბრუნა, არა მხოლოდ ტერიტორიები, თუ ტერიტორიები არ დაგიბრუნა, რატო უნდა შეურიგდე რუსეთს, ხო? ანუ ტერიტორიები თავისთავად და უპირობოდ გეთანხმებით, მაგრამ თავარი ის არის რომ თქვა რა არის სწორი და რა არასწორია. ჩვენ ვხედავთ რომ მოსკოვის საპატრიარქო მიულოცავს ახლა ოფიციალურად უკვე წერილი ალბათ გამოიგზავნება, ხო, ოფიციალური ის იყო პირველადი მილოცვა. და ნახოთ მოიხსენიებს თუ არა, თქვენ ფიქრობთ, მე ვფიქრობ არც ხადია. ეხლა შემხვდა მე ის სახელმწიფო მედია ავრცელებს რომ რუსეთის წარმომადგენლობამ შვეიცარია საელჩოში მოგეხსენებათ საელჩო არა რუსეთს აქვს მოგაავრცელა მილოცვა იქ მოიხსენიაო ცხუმაფხაზეთ ეს გვაჩვენონ ეს დოკუმენტი ცხუმაფხაზეთ ეს პირველი შემთხვევა იქნება თუ გვაჩვენონ კი ბატონო და ჩავთვლით რომ საპატრიარქო რასიზმს არ ვიცი მაგრამ ნიშნულოვანი მაგრამ ნაბიჯი გადაიდგაო შეიძლება ვთქვათ მე რთულად წარმომიდგენია ეს ძალიან გამიხარდებოდა პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ მტერთანაც უნდა ვცადოთ ეკლესიურობა და ქრისტიანობა ეს არის ნებისმიერ მტერთან უნდა სცადო რომ ის მოყვარეთ აქციოღოთ სამხრივად ეს რეალურ ცხოვრებაში ვერ ხერხდება ხოლმე მე თუ ჩვენ დრო თავთავრებისკენ მიდის ვისურვებდი აი ძალიან ვისურვებდი რომ ახალმა კათოლიკოს პატრიარქმა და საერთოდ ახალი განახლებულმა საპატრიარქო ადმინისტრაციამ მასთან ერთად და წმინდა სინოდმა აი ამ დიდი ფერიცვალების მაინც ვიტყოდი პერიოდში შეძლოს რომ აღმოჩნდეს კარგი და ვიტყოდი საუკეთესო მაგალითიც პოლიტიკოსებისთვის დღევანდელი მართველი ძალისთვის და ოპოზიციისთვისაც რა დღეს გაგვაჩნია და მომდევნო ოპოზიციური ძალებისთვის იმ კუთხით რომ გავითვალისწინოთ ღირსება ადამიანის და იყოს ერთადერთი მთავარი რამ სიმართლით და სამართლიანობით საქართველოს უკეთესი და საუკეთესო ინტერესების მიღწევა. ამის შანსი დღეს ახალი პატრიარქის პირობებში გამოჩნდა. ვნახოთ რამდენად რეალიზდება ეს ეპოქალური შანსი. მადლობა დიდი. ჩვენი სტუმარი იყო არმაზ ახვლედიანი. ჩვენ გვაქვს რეკლამა. რეკლამის შემდეგ ჩვენ პოლიტიკურ საკითხებზე გავაგრძელებთ საუბარს. იცით რომ საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, ითხოვეთ ასაქცირებას ბიძინა ივანიშვილის, ასევე მოსალოდნელია საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ნიშნავს თუ არა ეს გადატვირთვას ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მოკლედ პოლიტიკოსები იქნებიან ჩვენი სტუმრები, თემურაზ პაპასკერი, კოალიციას სრულებისთვის წევრი და გიორგი შაიშმელაშვილი თავისუფლების მოედნის წევრი. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ვრცლად ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ მოლოდინებზე რომელიც მას უკავშირდება და როგორც გითხარით გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ უკვე პოლიტიკურ თემებს დავბრუნდებით მაგალითად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს რომ თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალურ სანქციების დაწესებას. ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს გააკეთეს ასე ვთქვათ კომენტარები, ვიცით რომ ამ
ასე ვთქვათ, კენჭისყრას საფრანგეთის პარლამენტში ესწრებოდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, პაპუაშვილმა თქვა, აბსოლუტურად ორგანული იყო სურათი, რაც ვიხილეთ, ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ ტრული ნაბიჯების თანაორგანიზატორი იყოვო. ამ ასე ვთქვათ, პირობებში საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ლანძღვას ევროპული ქვეყნების და განსაკუთრებით მათი ელჩების და იცით რომ განსაკუთრებით ელჩი ერჩიან ასე ვთქვათ გერმანიის ელჩს შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაკრა მასკბილი და თქვა რომ სწორედ მისი ბრალია პიტერ ფიშერი რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს და აქედან პენსიაზე გადის პირდაპირ, რაც კარგია იმ მხრივ რომ ვერ დააზიანებს სხვა ერს, როგორც სამწუხაროდ ეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეძლო, ანუ ის ცდილობს აქტიურად დაამკვიდროს აზრი, რომ საქართველოს გერმანიის ურთიერთობა მათი რომ გაფუჭდა მათი ბრალი კი არ არის, თქვათ ხელისუფლების ქმედებების, არამედ ერთი კაცის გერმანიის ელჩის ბრალია, იგივე ნაირად იქცევიან ევროკავშირთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოქმედ ელჩს აბრალებენ ყველაფერს და ასევე აბრალებდნენ წინა ელჩსაც, ევროკავშირის ელჩი შეიცვალა, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა და შესაბამისად ახალი ელჩის ლანძღვაზე გადავიდნენ. ასე იყო ამერიკის ბოლო ორ ელჩთან დაკავშირებითაც, კელი დეგნანსაც, დანიგანსაც ლანძღავდნენ და მათ აბრალებდნენ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაფუჭებას. მოკლედ, ყველაფერი არის ელჩების ბრალი და არა მათი ბრალის, ეს არის ნარატივი. ამ ფონზე ერთადერთი შეიძლება გაუმჯობესდეს საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა, ჩვენ ნახეთ ხელის ჩამორთვა ერევანში და შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ურთიერთობების გაგრძელება. ეხლა დაანონსა, რომ მოლდოვაში შედგება შეხვედრა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების. რას ნიშნავს ეს? შეიძლება თუ არა ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდეს. ამ თემებზე ვისაუბრებთ, რაც ჩამოვთვალეთ. თეიმურაზ პაპასკირი, კოალიციას სრულებების წარმომადგენელი, გიორგი შაიშმელაშვილი, თავისუფლების მოედანს წარმოადგენს. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ თემებზე გადავალთ, თუ რაიმეს თქმა გინდათ ახალი პატრიარქის შესახებ და ინტრონიზაციის შესახებ რაიმე თქვათ მოლოდინები თუ გაქვთ, მოგისმენთ თუ არა და მაშინ პირდაპირ გადავიდეთ საკითხზე. მოდი უკრაინის თემით დავიწყოთ. რას ფიქრობთ, რეის ხარჯზე შეიძლება მოხდეს გაუმჯობესება ურთიერთობებს, ან თუ მოხდება საერთოდ როგორ? პირადად მე არ მგონია რომ მოხდეს გაუმჯობესება, ნამდვილად არ მგონია რომ რაიმე მოყვება ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლების ცდილობას. გასაგებია ახლა უკრაინის ხელისუფლების ცდილობა არის რომ ჩამოაშოროს რუსეთს ვინც კი ყავს ყველა გარშემო და აქედან გამომდინარე შეიძლება გადაწყვიტეს რომ დიპლომატიურად ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ქართულ ოცნებასთან გამოენახათ საერთო ენა, თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია რა საკითხზე შეიძლება შეთანხმდნენ ამ შემთხვევაში. უკრაინა და საქართველოს დღევანდელი მართველი ძალა შესაბამისად აქედან გამომდინარე ალბათ არაფერი არ გამოვა. ეს ფაქტია, ხო, უკრაინის ინიციატივით დაიწყო, ამას ხალხს უსვამს ქართული ოცნება. ან რაღაც უნდა უკრაინას. ხო, რაღაც უნდა უკრაინას, მაგრამ რა უნდა ჩვენ ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავიგებთ ცოტა ხანს მაინც. მე ვნახოთ იმის მიხედვით თუ როგორ აქტიურობს დღეს მთელი დღე პროპაგანდისტული მედია ზელენსკისთან მიმართებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნათელია არავითარი ისევ ზელენსკის ლანძღვა მიდის. ხო, ისევ ზელენსკის ლანძღვა მიდის, ნათელია რომ აქ არაფერი არ მოყვება შედეგად ამ ინიციატივას, რომელიც უკრაინისგან დაიწყო. ან ხუჭა ჩაუ, თქვენ ასე პესიმისტურად უყურებთ ამ ამბავს. კი, არსებითად ვიზიარებთ ამ შეფასებას. უკრაინის мотиваცია გასაგებია, მათი ინტერესია როგორც სწორად აღინიშნა აქ, რომ მაქსიმალურად აი ამ სივრცეზე, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეს უწოდებთ, რუსეთის ირგვლივ სახელმწიფოები თვით მისი სტრატეგიული და ტრადიციული პარტნიორებიც კი სომხეთის სახით ისინიც კი იწყებენ დისტანცირებას რუსეთის ფედერაციისგან. უკრაინამ ძალიან ესეთი პროდუქტიული თანამშრომლობა ააწყო სწორედ ომის პირობებში აზერბაიჯანთან, ხედავთ რომ ურთიერთობებს აღრმავებს სომხეთის რესპუბლიკასთან და ამ ფონზე საქართველოსთან კიდევ ერთი მცდელობა რომ ურთიერთობები, როგორც მათ თქვეს, ახალი ფურცელი გადაიშალოს ამ ურთიერთობებში, მათი მხრიდან ეს სრულად ახსნადია. თუმცა მე ვეჭობ, რომ ის სტრუქტურული პრობლემები, რომელიც დგას არსებულ რეჟიმსა და უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და მე ვიტყოდი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შორისაც, ამ ეტაპზე გადაულახავი. უბრალოდ მე ვშიშობ, რომ ხელისუფლება ისარგებლებს ამ ვითარებით, ისინი შეეცდებიან ორი მიმართულებით პროპაგანდის გაშლას. ერთი ისინი იტყვიან, რომ აი ხომ ხედავთ, ჩვენი გზა იმთავითვე სწორი იყო, ჩვენი ამ დამოკიდებულების მიუხედავად უკრაინა
ბჭყალებში თუ ბჭყალების გარეშე იძულებულია რომ ჩვენთან ურთიერთობები განაახლოს ეს თქვენს უკვე შალბაპაშმა თქვა რომ აი მოუწიათ დასანქცირებულ თავად დაასანქცირესო ირაკლი კობახიძე და ეხლა ის დაასანქცირეს იმასთან მოვიდნენ სალაპარაკო. და მეორე ისინი შეეცდებიან რომ დასავლეთს, იმიტომ რომ უკრაინა ამ შემთხვევაში წარმოადგენს უკრაინასაც და მის ეროვნულ ინტერესებს შავ ზღვაში, რუსეთთან ურთიერთობაში ამ ომის ფონზე და ასე შემდეგ, მაგრამ წარმოადგენს მე ეჭვმაქვს ამ კომუნიკაციაში ევროკავშირსაც მინიმუმ იმის გამო რომ აგერ ზაფხულში დიდი ალბათობით ევროკავშირსა და უკრაინასა და მოლდოვას და ევროკავშირს შორის დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან პროდუქტიულია ამ ორი ამ შემთხვევაში ევროკავშირის და უკრაინის თანამშრომლობა და მგონია რომ ამ აზრითაც ევროპული მესიჯის თუ გზავნილი ჩემოაქვს უკრაინელებს და შესაბამისად ხელისუფლება შეეცდება რომ უკრაინის გავლით ვინაიდან უკრაინა იყო ის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი რაღაცნაირად ბრიუსელსაც და დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებსაც დაანახოს რომ თუ უკრაინელებს არა აქვთ ჩემთან პრობლემა მაშინ თქვენ რატომ გაქვთ პრობლემა, ხო? ამ დროს ჩემს ამ აზრით ხელისუფლება საკმაოდ ისე მისთვის ჭკვიანურად იქცევა იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ბილატერალურ რეჟიმში, ანუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადალაგება, როცა რაღაცა სტრატეგიული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ბევრად მარტივია, თუ არ ჩავთვლით მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, ვიდრე თქვათ ბრიუსელსა და თბილისის შორის ურთიერთობის დალაგება, რომელიც წმინდა წყლის ნორმატიულ ლოგიკაზე დგას ადამიანის უფლებების დემოკრატიის სამართლიანის სასამართლოს და პოლიტპატიურობის და შემდეგ საკითხები აქ წინა პლანზეა ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს ამ ურთიერთობებში ვიდრე შეიძლება თქვათ ერთ-ერთი საკითხი იყოს სააკაშვილის შეწყალების თემა გამოშვების გადაცემა არ ვიცი მე ნაკლებად მგონია რომ ევროკავშირის ინტერესები ამ შემთხვევაში არის უკრაინის მიერ გამოხატული მე ვფიქრობ რომ უკრაინა უფრო შეიძლება თამაშობს ახლა ამ შემთხვევაში რეგიონთან მიმართებაში, კავკასიის რეგიონთან მიმართებაში და აზერბაიჯანი და თურქეთი შეიძლება გაქონდეს რეგიონში. ხო, აზერბაიჯანი და თურქეთი შეიძლება გაცილებით უფრო მეტად ანგარიშის გასაწევი იყოს უკრაინისთვის ამ შემთხვევაში, ვიდრე ევროკავშირის პოზიცია, იმიტომ რომ ევროკავშირის პოზიცია ამ შემთხვევაში ურყევია, რომ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები შეიძლება იწარმოოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება უკან წაიღებს ყველაფერს, რაც მან დააშავა და შესაბამისად გააუქმებს იმ კანონებს და დანიშნავს ალბათ ახალ არჩევნებს. ხო, თუმცა ქართულ ოცნებას შეუძლია ესე გაასაღოს, რომ აი აღიარა უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, მიუხედავად არჩევნები გაყავდა თუ არ გაყავდა, ისინი აღიარა ელაპარაკება ინტერესია ეს მასე ილაპარაკოს. მე არ მithkoms რომ პირდაპირ ამ გზავნილით მოვიდა და ეგ არ უკრაინისთვის არსებითი ბრიუსელში რას ფიქრობენ, მაგრამ ვინაიდან ორმხრივ ფორმატში უკრაინასთან სწორედ იმ სტრატეგიული ამოცანიდან გამომდინარე, რაზეც ვილაპარაკეთ, უფრო ადვილია ურთიერთობის გადატვირთვა, თუ არ ჩავთვლით მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს. ვიდრე ბრიუსელთან, რა თქმა უნდა. ამიტომ ხელისუფლება იმიტომ რომ თან უკრაინა იყო ის ერთ-ერთი ცენტრალური თემა, რის ირგვლივაც ჩვენ აგვერია ურთიერთობები დასავლეთთან და შეუძლია ეს გამოიყენოს როგორც აი სამბობი, რომ შეხედეთ ჩვენ რაღაცა. ხო, ამ ეტაპზე ერთ-ერთი პიარისთვის შეიძლება მასთვის თქვა. მეც ასე მგონია, იმიტომ რომ მე არ ფიქრობ, რომ სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყოს ამ შემთხვევაში. რადგანაც არ მსმენია იმის შესახებ, რომ უკრაინულ მხარეს რეალურად ეს საკითხი დაეყენებინოს დღის წესრიგში, მაგრამ რასაც უკრაინა აუცილებლად დააყენებს დღის წესრიგში, ეს იქნება რუსეთისთვის მიწოდების გზების შემცირება, დახურვა, ნავთობპროდუქტების ჩაკეტვა რუსეთიდან და რუსეთისთვის შესაბამისად სხვა ტექნოლოგიების მიწოდების გზის დახურვა და ამას ყველაფერს ქართული ოცნება უბრალოდ არ დათანხმდება ჩემი აზრით. ხო, ვიდრე შემდეგ საკითხზე გადავალ, აუცილებლად უნდა ახალი ინფორმაცია წავიკითხო. საქართველოს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დიმიტრი ოლისოვი შიო მესამეს პატრიარქად აღსაყრდნებას ულოცავს და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის წარმომადგენლის განცხადებაში საქართველოს პატრიარქი მოხსენებულია როგორც ცხუმ აფხაზ ბიჭვინცისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. არ ვიცი ხა იგივეს გაიმეორებს თუ არა, ასე ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქო, როცა მოლოცვას გამოაგზავნის, მაგრამ ამ ადამიანს გამოაგზავნა უკვე და არ გაუმეორებია. არ გაუმეორებია. ხო, ნუ ამ ადამიანმა რუსეთის წარმომადგენელმა მოიხსენია, როგორც
ხედავ ჩანს სრულიად საქართველოს სრული ტიტულატურით მოიხსენია. შესაბამისად, არ ვიცი ხა ეს ამ ადამიანს უბრალოდ გაეპარა თუ ესეთი თქვა გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნახათ ამას უახლოეს მომავალში. ნუ ეს ასე თქვა ინფორმაციისთვის. დარჩენი ხა ეს რაც შეეხებოდა საფრანგეთის ასე თქვა პარლამენტის მიღებულ რეზოლუციას, რას ფიქრობთ, ამდენ შეიძლება მოყვეს არ დაგვიწყეს ივანიშვილი რეალურად არის საფრანგეთის მოქალაქე. ამდენ შეიძლება რეალურად ამას ნაბიჯი მოყვეს თუ ეს რაღაც მორიგი რეზოლუცია დარჩება. არის ნახოთ აქ ამ შემთხვევაში როდესაც ქვეყნის პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას მთავრობისთვის ის უფრო მეტად არის შესაძლებელი ვიდრე ვთქვათ ევროპარლამენტი როდესაც იღებს რაღაც რეზოლუციას რომელიც ძირითადად უფრო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს თუმცა მნიშვნელოვანია შესაბამისად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის საფრანგეთის მოქალაქე, რაც ამ შემთხვევაში საფრანგეთისთვის დამატებითი ბერკეტია. აქამდე მაინც და მაინც ამ კუთხით ივანიშვილს პრობლემები არ შექმნია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როდის რა აღმოჩნდება ის ბოლო წვეთი, რომელიც ამოიყვანს ამ შემთხვევაში ამ პრობლემის გადაწყვეტის ამ პრობლემაზე გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს ფრანგებისთვის. დაველოდოთ უბრალოდ კარგი ეს ნამდვილად არ არის ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის. ხო, თუმცა ჯერჯერობით თითქოს რაღაც პრობლემა ყველაფერმა რეზოლუციებმა, სანქციებმა ივანიშვილს ვერ შეუქმნა. ხო, უკან არ იხევს. ხო, ნუ ეგ ტიკაში ნახევარი დგას წყალი თუ როგორ არის ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი შეფასებების და ინტერპრეტაციები მე მგონი მაინც იმაზე დამოკიდებული ხედვის რა წერტილიდან უყურებს ახლა ივანიშვილის მდგომარეობას მე ვიზიარებ რომ კი უნდა დაველოდოთ თუმცა ამ ნაწილში მგონია რომ ბევრად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ახლა ვიდრე ჩვენ რაღაცნაირად ენთუზიაზმით ვლაპარაკობთ ამაზე, პროფესორ საკმარისი ოპტიმიზმით არ უყურებთ გონია, ორი რამის გამო. ერთი ის რომ ტრადიციულად საფრანგეთი ამ მიმართულებით იყო ხოლმე ყოველთვის ფრთხილი, ანუ მას განსხვავებით იმავე გერმანიისგან. შემთხვევითი არ არის რომ გერმანიის ელჩი ყავს პაპუაშვილს, აი თქვენ სახსენებთ დღეს იმაში მიზანში ამოღებული და არა საფრანგეთის ელჩი მაგალითად, ხო? გერმანიას ტრადიციული ეკონომიკური ინსტიტუციური ამ ქვეყნის დეველოპმენტს როეძახენ განვითარებას ჩადებული და ბევრი სხვა ინვესტიციის გამო ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამდა ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის უკუსვას ვიდრე იგივე საფრანგეთი, ხო? და ეხლა ეს გადაწყვეტილება, როდესაც საფრანგეთმაც კი აირჩია ეს გზა, ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია უიოლებს სხვა დანარჩენ ტრადიციულ მეგობრებს ამ ქვეყნის იქნებოდა ეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, პირველ რიგში ბალტიელები, შვედები, იგივე გერმანელები, როდესაც ამ კოალიციას ემატება საფრანგეთიც და პლუს ორბანის სახით ჩამოცილებულია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირის შიგნით, მოკლედ ეს ყველაფერი ზრდის სერიოზული მიზნობრივი ამ შემთხვევაში კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების ალბათობას. ამ ალბათობას პროფესორ ეს ალბათობა აგაზრდა მეორე მხრივ ფრანგული სანქციები სიმწვავითაც შეგვიძლია შევადაროთ არის ბრიტანულს თუნდაც იმის გამო რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და როცა პაპუაშვილი რაღაცა მწარე სიტყვებს ამბობს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ არ დაავიწყდეს რომ იგივე პასპორტი უდევს ივანიშვილის ჯიბეში ხო ეს სიფრთხილე ფრანგების ტრადიციული საგარეო პოლიტიკური პოზიციონირებითაც იყო განპირობებული ივანიშვილის მიმართულებით და მათ შორის იმის გამოც რომ იქაურ ეკონომიკაში მას საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს და ამდენად ეს სანქციები ითვლებოდა რომ ფრანგული ეკონომიკისთვისაც იქნებოდა არც ისე სასიამოვნო. როცა ეს გადაწყვეტილება უკვე პარლამენტის დონეზე მიიღეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი უმრავლესობით მგონია რომ ივანიშვილს საფიქრალი მინიმუმ გაუათმაგდა ამ ფონზე. ხო, თუმცა როგორც თეორიას თქვა, ნახოთ ამას საქმე უნდა მოყვეს მთავრობის დონეზე და იქნება თუ არა ეს და ბოლოს მართლაც აი ამ დამოკიდებულებაზე მინდა ელჩების მიმართ კითხოთ და ამ კამპანიაზე, ხო, რა არის ახლა ამ კამპანიის მიზანი მე როგორც უყურებ, არის ის რომ ხალხს ჩაებეჭოს, ყოველდღე ამას იმეორებს პაპუაშვილი, ჩაებეჭოს, რომ აი ქართულოსნების მომხრეს თუ გაუშვება კითხვა, რომ რა ქენით ეს ახლა გერმანიასთან რატო გაახვიჭეთ ურთიერთობა ან ამერიკასთან ან ევროკავშირთან ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ ელჩი არის ამაში დამნაშავე და
ხო, ამოღებული აქვს ვიზაში ისელჩები, ვინც აქტიურები არიან და რამე განცხადებას აკეთებენ და რამდენად ჯერჯერობით არის მგონი ამართლებს მათ ეს ტაქტიკა ქართული ოცნების მომხრეებში ჯერჯერობით დიდი პრეტენზია არ ჩანს. ეს არ არის ქართული ოცნების მოგონილი ტაქტიკა, ეს არის საბჭოთა პერიოდის ტაქტიკა და ეს არის საბჭოთა კავშირი, რასაც აკეთებდა უცხოელი დიპლომატების მიმართ და უცხოელი ელჩების მიმართ. ასე რომ ეს არის პირდაპირ რუსული ამერიკის ბოლოელჩი ფაქტურად გაიქცა, ხო, დროზე ადრე წავიდა და არ ამგონია რომ ამერიკის ბოლოელჩი ამ შემთხვევაში ქართული ოცნების გამოწავიდა, მაგრამ დროზე ადრე წავიდა. ხო, მან სხვა მომენტი იყო და სავარაუდოდ ჩვენ ხედავთ რომ კარგა ხანია რომ ახალი ელჩი არ დანიშნულა და ამ მხრივ ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას რაც ხდებოდა დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც 2 წელიწადზე მეტი არ ყავდა ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში და საინტერესო ის არის რომ ქართულ ოცნებას ძალიან მოსწონდა წინა ელჩი გერმანიის ჰუბერტ knirsch-ი, რომელიც ყველაფერში ეთანხმებოდა ქართულ ოცნებას და ფაქტობრივად ქართული ოცნების ლობისტი იყო და ახლა ფიშერთან მიმართებაში როდესაც მუდმივი წინააღმდეგობა აქვთ აქ ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ ფიშერი არის ცუდი ელჩი. ну კარგი ელჩი კარგი შემთხვევაში პირიქით იყო წინააღმდეგი წარმოწონდა არც ახალი მოსწონდა ანუ knirsch-ი კარგი ელჩი იყო იმიტომ რომ 20 ივნისის დროსაც კი ქართულ ოცნებას ეხმარებოდა და როგორც ჩანს ახლა ფიშერიც როდესაც დარბევები იყო და როდესაც გვწამლავდნენ, გვირტყავდნენ და სანშენალ დღეში გვაგდებდნენ, უნდა ყოფილიყო პარლამენტში და უნდა ყოფილიყო ხათაშორის მიუხედავად იმისა, რომ knirsch-ი მათთვის ძალიან მისაღები იყო, ეგ 20 ივნისის ამბავი პირიქით შეუძლიარეს გახარიას მე რა თქვენ დავდენებდი თვალყურს იმაზე კომისიაზე გახარიას ბრალდება წაუყენებს რა უნდა და შენთან იმას რა ქვია გერმანიის ელჩი რატო იყო შენთან ერთად გერმანიის ელჩი რომ knirsch-ი ქართული არაფერი არ დაავიწყდა უბრალოდ მოსახლეობას უნდა მოასმენინა რომ აი გერმანიის ელჩი ადგა თავზე და ისეუბნებოდა და არბიან რაღაცა. ამ დროს პირიქით ამათ ხარს უჭერდა. გახარიას ოფიციალური ბრალი. ეს შთაბეჭდილება რომ დარჩენოდა და ამიტომ ამახვილებდა ყურადღებას. გახარიასთან მიმართებაში როგორც მოიქცა ახლა ქართული ოცნება ეს გახარიას ოფიციალური ბრალი აქვს აყენებული რომ ის ამ მოქმედებისას ასრულებდა რომელიღაც უცხო ქვეყნის დავალებას ხო ასე რომ ეს არ ვიცი ის სამართლებრივ ენაზე როგორ დააკვალიფიცირდეს მაგრამ ნამდვილად ამაზე აქვს ერთ-ერთი ბრალი ასე რომ ამ აზრით გერმანიის ელჩის იქ ყოფნა სრულიად სხვა ფუნქციით დააკავშირეს ეს ორი რაღაცა პროპაგანდისტული მიზნებით ერთმანეთს დაავიწყდათ რომ გერმანიის ელჩი თვითონ მიიწვიეს დაავიწყდათ რომ გერმანიის ელჩი კარგად მუშაობდა გახარიას დამცველად მე არ გამოვდგები და მით უმეტეს 20 ივნისთან დაკავშირებით ახლა ერთადერთი შეიძლება ჩორჩანის საგუშაგო იყოს რაც მას მართლა გაკეთებული აქვს ისეთ რაც საქართველოს ინტერესს ემსახურებოდა მაგრამ გახარია პრემიერ-მინისტრიც კი არ იყო იმ მომენტში და შესაბამისად მის კომპეტენციაში არანაირად არ შედიოდა არც ელჩის დავალება დაბარება იმაში პარლამენტის შენობაში და არც მით უმეტეს მასთან ურთიერთობა რაიმე კუთხით ასე რომ ახლა ეს ყველაფერი ეს არის რუსული პროპაგანდა, რუსული სახელმძღვანელო, რომ აი ყველა ცუდია, ჩვენ ვართ მარტო კარგები. ყველა ცუდია და ჩვენ ვართ დამცველების, სამართლიანობის, რა ვიცი, ერთადერთი რაც კი არსებობს ამ ქვეყანაში ოჯახური სიწმინდე იქნება ეს თუ კიდე რა ვიცი ქალი-ქალია კაცი-კაციას პრინციპის ეს ვარ ჩვენ ყველაფერი და ყოველი დაჭერებთან დაკავშირებით მგონია რომ ძალიან საინტერესო მაგალითი იყო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი არა იმის წინა ელჩი დეგნანი რომელიც აი ხაზგასმით კეთილგანწყობილი იყო ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ და საბოლოოდ დაასრულა ისე რომ მას მიაყოლეს და დააბრალეს არ ვიცი ბევრი რამ თუ გახსოვთ რა პირით ლანძღავდნენ ამ ადამიანს. ამის შემდეგ როდესაც ჩამოვიდა ელჩი დანიგენი, მისი შემცვლელი, საწყის ეტაპზე მის მიმართ ოცნება ღიად გამოხატავდა რაღაც იმედებს და შემდეგ. როგორც კი ელჩი შეუდგა მოვალეობის შესრულებას და დაიწყო ლაპარაკი იმ ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება, მას შემდეგ ის ადამიანი წინა ელჩიც გახდა პრობლემური. ანუ მათთვის საელჩოების დონეზე მისაღებია მხოლოდ
აბსოლუტურად პასიური მდუმარე ელჩები, როგორც ჩანს. ამ მძიმე რიტორიკით ეს მართლა საბჭოთა მეთოდია, იმასაც, ანუ იმ დაშვებითაც მოქმედებენ, რომ გაქცევამდე ეს ადამიანი უბრალოდ დაკომპლექსდება, იმიტომ რომ თქვენ როგორც წარმოგიდგენთ მომავალი ელჩმაც რო გაითვალისწინოს. ხო, მომავალმა ელჩმა გაითვალისწინოს. რა დღეში აგდებდნენ მე ხომ იცი, დაუტკივარი თავი არ აიტკიოს ასე. კი, იმიტომ რომ ნახეთ, ელჩის ცხოვრება არის რაღაცა, მან ზუსტად იცის რომ 3-დან 4 წლამდე უნდა გაატაროს მასპინძელ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ის ქვეყანა, სადაც ეს ელჩი მოღვაწეობს, არ არის მისი ასაშენებელი რა და არც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის. ამიტომ ჩვენ ამ ელჩებს აქტიურობისთვის მადლობას უნდა უხდით. საბოლოო ჯამში ყველა რომ გაჩუნდეს თეორიულად, ხო? ეს ბევრად უფრო ადამიანური ლოგიკებიდან ახსნადი ქცევა იქნება, ვიდრე ის რომ ეს ადამიანები აქტიურობენ და მიგვითითებენ რაზე, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდება და არა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც ეს ხალხი წარმოადგენს. ხო, თუმცა ჩემთან მიმართებაში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ზოგიერთისთვის ეს არის, ასე ვთქვათ, კარიერის დასასრული, ხოლო ზოგიერთისთვის პირიქით იწყება მხოლოდ და იმ შემთხვევაში თუ ელჩი არ იქნება აქტიური, არაფერს არ გააკეთებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ მოემსახურება ამ შემთხვევაში და შესაბამისად არ ეცდება იყოს გამორჩეული, მას დიდი კარიერული წინსვლის საშუალება შემდგომ ხა ფიშერისთვის აღმოჩნდა დასასრულია პენსიაზე არის, მაგრამ ფიშერი აქტიური. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც თემამ აღნიშნა. ერთი მხრივ შეერჩევა ელჩებისას. მათ შორის, როდესაც საქართველოს იყო რაღაცა რეფორმების ტალღაზე, მოდერნიზაციის საუკეთესო პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე და შემდეგ, ბევრი კარიერას ჩაჭიდებული ელჩი ამა თუ იმ ქვეყანაში ცდილობდა რომ აქ ჩამოსულიყო, იმიტომ რომ წარმატების თანამონაწილე ყოფილიყო და ეს წარმატება შემდეგ გაეყოლებინა საკუთარი შემდგომი კარიერის გასაგრძელებლად. დღეს ეს ქვეყანა არის იმდენად ჩიხური, რომ ასეთ აქტიურ ადამიანებს, რომელსაც წინელით რაღაც დიდი წარმატებები კარიერაში, როგორც წესი, აღარ სურთ ჩამოვიდნენ აქ ელჩება და ესეც არის შედეგი აი ამ დამოკიდებულებისა, რომელსაც აბსოლუტურად სწორია. კი ბატონო, ნუ ნახოთ როგორ გამვითარდება ეს მოვლენები და რას იზამს გერმანიის ახალი ელჩი. მოუწევთ თუ არა მისიც ისევე ლანძღვა როგორც ევროკავშირის ახალი ელჩი ლანძღეს, ახალი აღარ არის, მაგრამ წინ ელჩს ლანძღავდნენ, იმედით ელოდებოდნენ რომ ახალი ელჩი ჩამოვა, მაგრამ არ გაუმართლათ, ნახოთ რა იქნება გერმანიის დიდი ალბათობით მომავალსაც გაყვება თუ ქართული საინტერესოა რამდენად სწრაფად დანიშნავენ ახალ. ხო, ეგეც საინტერესოა. თეიმურაზ პაპასკირი კოალიციას ცვლილებისთვის წარმოადგენელი და გიორგი შაიშმელაშვილი თავისუფლების მოედნის წარმოადგენელი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ შვიდის ნახევარზე გადაცემაში რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.